მე შევეცადე გამეკეთებინა დღევანდელი გეოპოლიტიკური მდგომარეობის სამსახველი რუკა, სადაც მეტნაკლებად ჩანს თუ რა მდგომარეობა აი ამ რიმლენდის სარტყელში და როგორია ეს დაპირისპირების ხაზი. სალათის ფრად მოვნიშნე შეერთებული შტატების მოკავშირე ქვეყნები როგორც დასავლეთ ნაწილში ევრაზიული მატერიკის, ასევე მის აღმოსავლეთ ნაწილში, აქეთ როგორც ხედავთ არის მონიშნული ცივი დროინდელი შემორჩენილი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია ნატო, ხოლო აღმოსავლეთით ეს არის შეერთებული შტატების მოკავშირე, რამდენიმე ქვეყანა, იაპონია, კორეა, ფილიპინები, ავსტრალია და ახალი ზელანდია. ხოლო დაპირისპირების ცხელი ხაზი გადის ყველასთვის ცნობილი ასე უკრაინის კონფლიქტი წითლად მონიშნული ქვეყნები, ირანისა და ისრაელის, ამ შემთხვევაში შეიძლება მოვიაზროთ ლიბანის და სირიაც და პაკისტან, ინდოეთის დაპირისპირებები და ცისფრად არის მონიშნული, ესე ვთქვათ, მოწყვლადი რეგიონები, სადაც აი ეს დაპირისპირების ხაზმა შეიძლება გადაინაცვლოს. ეს ძირითადად არის პოსტსაბჭოთა სივრცე, სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზიის ქვეყნები და ჩინეთისთვის, როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნები, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე არსებული ქვეყნები. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების შეკავებას, ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე არსებული ქვეყნების შეკავებას ჩინეთი მეტნაკლებად ახერხებს იმ ინსტრუმენტით, რომელსაც ქვია ორგანიზაცია ASEAN-ი. ეს არის რეგიონული თავისუფალი სავაჭრო ორგანიზაცია, რომელშიც წევრიანდებიან ეს ქვეყნები და ამ ორგანიზაციის მთავარი სავაჭრო პარტნიორია ჩინეთი. თითოეული ამ ქვეყნის მთავარი სავაჭრო უპირობო მთავარი სავაჭრო პარტნიორი არის ჩინეთი და შესაბამისად ამ ქვეყნებს არ აქვთ შესაძლებლობა, ფუფუნება, რესურსი ან თუნდაც პოლიტიკური ნება უშუალო დაპირისპირებაში შევიდნენ ჩინეთთან. რაც შეეხება ცენტრალურ აზიასა და კავკასიას, ეს ორი რეგიონი ხასიათდება იმით, რომ უმეტესწილად თუ არ ჩავთვლით საქართველოს და სომხეთს, ეს არის ისლამური სივრცე და არ უნდა გამოვიცოთ ის, რომ მომავალში შეერთებულმა შტატებმა იგივე მეთოდი, ინსტრუმენტი გამოიყენოს აქ დესტაბილიზაციისა და წინააღმდეგობებისთვის, რომელიც მან გამოიყენა თავის დროზე ავღანეთსა და შემდგომ უკვე სირიაში, გულისხმობ რადიკალურ ისლამიზმს და ისლამურ ტერორიზმს. ის სირიის შემთხვევაში ის უშუალოდ არ ყოფილა ჩართული, თუმცა მოდერაციას ამ პროექტის განმახორციელებელი მაშინ იყო თურქეთი და არ უნდა გამოვიცოთ ისიც, რომ მომავალში თურქეთმა საკუთარი ესე ვთქვათ დიდი თურანის პროექტით აი ამ რეგიონებში შემოიტანოს ეს ისლამური რადიკალიზმი, რომელიც უშუალო გამოწვევებს ქმნის როგორც ჩინეთისთვის, ასევე რუსეთისთვის. გარდა იმისა, რომ აი ამ სავაჭრო გზებს კეტავს, ასევე ის ქმნის ტერორიზმის და სეპარატიზმის კრიზისულ მომენტებს, ამ შემთხვევაში ჩინეთისთვის სინძიანის რეგიონში, რომელიც პირდაპირ ესაზღვრება ყაზახეთსა და ყირგიზეთს და იქაც ასე ვთქვათ, ჩუმი სეპარატიზმი არსებობს და ეს საკმაოდ ეს ბანალური თემა, რომ უიღურების გენოციდი ხდება ჩინეთში, საკმაოდ ეს ვთქვათ, აქტუალური საკითხია შეერთებული შტატების დისკურსში, ზუსტად ამ მიმართულებით, რომ ასე ვთქვათ, უიღურების სეპარატიზმი არ გაქრეს, იქ არსებობს ორგანიზაცია თურქესტანის გათავისუფლების ორგანიზაცია, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციად არის გამოცხადებული ჩინეთში და ხოლო პრობლემას ქმნის რუსეთისთვის, როგორც ჩრდილო კავკასიაში, მთელი რიგი რესპუბლიკების მიმართულებით, ასევე ურალის მიმართულებით, ეს იქნება ბაშკირეთი ან მაგალითად ტატარსტანი, რომელიც ასე ვთქვათ, როგორც ვახსენე, როგორც ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის ასე ვთქვათ, დესტაბილიზაციას მოემსახურება, ასევე აი ამ ორი რევიზიონისტული ძალის გავლენებისა და ეკონომიკური ასე ვთქვათ, გავლენების გაფართოებას ევრაზიულ მატერიკზე.